ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში პატიმართა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებულების წინა სასამართლოს სხდომა მიმდინარეობს. სასამართლო 17 განსასჯელის საქმეს განიხილავს. ცოტა ხნის წინ სასამართლოში სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის დახმარება დაჭირდათ, რადგან ორი განსასჯელი შეუძლოდ გახდა. ბორის ფარულავა და ლევან მხალაძე, რომლებიც ბასტის და ბუბუს ზედმეტ სახელით არიან ცნობილი, მშრალში მშილობაზე იმყოფებიან და სასამართლო პროცესზე ისინი დაუძლურებელი მიიყვანეს, სწორედ მათ დაჭირდათ ექიმების დახმარება. ზვიად ხუჯაძე აშუქებს სასამართლო პროცესს, ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება ზვიად გისმენთ. ციხის გახმაურებული კადრების ავტორის ვლადიმერ ბედუკაძისა და მასთან ერთად ჭავდებული 17 პირის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს დაიწყო. დღეს მათ ბრალი ედებათ არაადამიანურ მოპყრობაში წამებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში. სასამართლოს სხდომა მოსამართლემ დახურულად გამოაცხადა, მიუხედავად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებისა. დღესვე სხდომაზე ვლადიმერ ბედუკაძის მოთხოვნით მისმა ადვოკატმა ლალი აბცეაურმა მოსამართლისა და პროკურორის აცილების საკითხი დააყენა, თუმცა სასამართლომ აბცეაურის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა. ჩვენ ხა შეგვიძლია მოვისმინოთ ლალი აბცეაურის კომენტარი და ასევე ერთ-ერთი განსასჯელის ალექსანდრე ჯანჯღავას ადვოკატის კომენტარი. რაც შეეხება ჩვენს მიერ დაყენებულ შუამდგომლობებს მოსამართლისა და პროკურორ ნადოის აცილებასთან დაკავშირებით, ამის სურვილი გამოთქვა ჩვენი დაცვის ქვეშ ყოფმა ვლადიმერ ბედუკაძემ და ჩვენ ვალდებულება ჰქონდა, რომ დავთანხმებოდეს მის მოთხოვნას. მოთხოვნა იყო უშუალოდ ფუხაშვილის მიმართ, რომ მან არაერთი უკანონო განაჩენი დაადგინა წლების მანძილზე და ის ვერ იქნება ობიექტური, ანუ დასაბუთდა და ასე და ის ვერ იქნება ობიექტური. ჩვენ შევეცდებით სასამართლოს დავუმტკიცოთ, რომ კონკრეტულად ბატონი ალექსანდრე ჯანჯღავას მიმართ ამ ბრალის სარგემის სამართლებრივი საფუძველი რეალურად არ არსებობდა და ამჟამად მიმდინარეობს წინა სასამართლოს სხდომა. წინა სასამართლოს სხდომა საზოგადოებას ცნობილია, რომ ეს არის მხოლოდ მტკიცებულებების გაცვლისა და მისი დამაგრების ეტაპი. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოცხადდა, როგორც ცნობილია, განსასჯელები მხალაძე და ფარულავა მშრალში მშილობაზე იმყოფებიან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა გრძელდება. დღეს მოხდება მტკიცებულებების გაცვლა და საქმის არსებითი განხილვა დაინიშნება. დიდი მადლობა ზვიად ხუჯაძემ.